ამის სერენადების დასკვნითი კონცერტი 11 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მაყურებელმა პირველად იხილა იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საბალეტო დასის ბალეტო დი რომას ქორეოგრაფიული წარმოდგენა ასტორი ტანგოს საუკუნე, რომელიც ლეგენდარულ ასტორ პიაცოლას გენიალურ მუსიკას ეძღვნება. საღამოს განსაკუთრებულად ამაღელვებელ ტონალობას მატებდა იტალიელი მუსიკოსის მარიო სტეფანო პიედრო დარკის შესანიშნავი შესრულება. ფესტივალის სტუმრებს შორის იმყოფებოდა იტალიის ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება მასიმილიანო დანტუონო. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტრო შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ თბილისის მერის მხარდაჭერით ჩატარდა. ღამის სერენადები ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დაარსა, დღესაც აგრძელებს კულტურული დიალოგისა და ხელოვნების საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას. ერთად ვნახოთ თუ როგორ დაიხურა წლევანდელი ფესტივალი ჩვენი ჟურნალისტის თიკუნა დოლიძის სიუჟეტში. ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი ბოლო საღამო გამორჩეულად დაიხურა. ღამის სერენადების ფარგლებში საქართველოში პირველად წარსდგა იტალიის ერთ-ერთი წამყვანი საბალეტო დასი ბალეტო დი რომა, რომელმაც მაყურებელს ქორეოგრაფიული წარმოდგენა ასტორი ტანგოს საუკუნე შესთავაზა. საღამოს სრულად ეძღვნებოდა ლეგენდარული არგენტინელი კომპოზიტორის ასტორ პიაცოლას მუსიკას და ტანგოს ენით გადმოცემულ საუკუნოვან ისტორიას. ბედნიერები ვართ იმით, რომ დღეს პირველად საქართველოში წარმოვადგენთ საბალეტო დასს, ბალეტო დი რომას. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ შესანიშნავ ქალაქში ვიმყოფებით. დიდი პატივია ჩვენი თანამშრომლობა ასეთ ფესტივალთან და მოხარულები ვართ, რომ ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას ხელს უწყობს იტალიის საელჩო საქართველოში. ამ სპექტაკლში წარმოდგენილია არა მხოლოდ თანამედროვე ქორეოგრაფია, არამედ ჩვენი უძველესი ტრადიციაც. გვიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი საღამო გაუზიარეთ საქართველოს. ფესტივალის დასკვნითი საღამო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია როგორც ქართული, ისე იტალიური კულტურისთვის. ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნების საერთაშორისო დიალოგს, რომელიც ლიანა ისაკაძის მიერ 1982 წელს დაწყებულ ტრადიციას აგრძელებს. ამავე სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა ცნობილი იტალიელი ბანდონეონი მარიო სტეფანო პიედრო დარკი, რომლისთვისაც ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. უდიდესი ბედნიერება და პრივილეგიაა ამ ფესტივალის დახურვაზე ყოფნა. სასიამოვნოა, რომ დღეს თბილისში ვიმყოფებით ამ ამბით. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი შეიყვარებს ამ პროექტს და პიაცოლას ახალ იდეას. პიაცოლა მუსიკით და ცეკვით ახალი ისტორიის ნაწილია. ღონისძიებას ესწრებოდა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. მისი აღმატებულება მასიმილიანო დანტუონო, რომელმაც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. დღეს დავესწარით შესანიშნავ სპექტაკლს, რომელიც საქართველოში პირველად წარმოადგინა საბალეტო დასმა, ბალეტო დი რომამ. ეს იყო ფესტივალ ღამის სერენადების დასკვნითი საღამო. ფესტივალის განმავლობაში 4 კონცერტი ჩატარდა შესანიშნავი იტალიელი შემსრულებლების მონაწილეობით და ჩვენ ამას ძალიან ვუჭერთ მხარს. ეს კიდევ ერთი დასტურია იმ ურთიერთობების, რომელიც განსაკუთრებით კულტურის სფეროში აკავშირებს ორ ქვეყანას და მე ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება მომავალშიც. ჩვენი წლევანდელი ფესტივალის დასკვნითი კონცერტი ბრწყინვალე ჩაიარა უაღრესად მდიდარი ატმოსფერული პროგრამით წავსდებით. ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცეფციამ მართლაც რომ ესეთი აღიარება და რეზონანსი გამოიწვია საქართველოს მუსიკას. ძალიან დიდი ადგილი უჭირავს და ძალიან მაღალ დონეზე ის მუსიკალური კულტურა და რა თქმა უნდა ძალიან მომთხოვნი მსმენელიც არის. ნამდვილად განსაკუთრებით მართლაც რომ ბედნიერები ვართ, რომ ასე დასრულდა წლევანდელი ფესტივალი. თბილისის პროგრამაში აქტიურად იყო წარმოდგენილი წლევანდელ წელს იტალიური კულტურა. 9 და 11 ოქტომბერს ჩაიარა ამ ორმა შესანიშნავმა საღამომ. იტალიის საელჩოს დახმარებით ჩამოყვანილი იქნა ცნობილი იტალიერი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ხოლო 11 ოქტომბერს გრიბოდოვის თეატრმა უმასპინძლა ბალეტი დი რომამ ცნობილ აკორდეონისტ მარიო პიედრო დარკისთან ერთად. მინდა წარმატებები უსურვო ფესტივალს, მერია როგორც რეგიონის კულტურის ცენტრი აქტიურად უჭერს სხვადასხვა კულტურულ და შემოქმედებით პროცესებს მხარს და ასევე გააგრძელებს საერთაშორისო ფესტივალი ღამის სერენადების მხარდაჭერას.
იტალიური საბალეტო დასის მიერ წარმოდგენილი ქორეოგრაფია ტანგოს საუკუნოვან ენერგიასა და პიაცოლას გენიალურ მუსიკას აერთიანებს. ემოციით, მოძრაობით და თეატრალური დინამიკით სავსე წარმოდგენა მაყურებლის ოვაციებით დასრულდა, რომელმაც წელს ბორჯომიდან ბათუმამდე და ახლა უკვე თბილისამდე მუსიკის, ემოციისა და ხელოვნების საოცარი მოგზაურობა მოგვიწყო. ფესტივალი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კულტურა არის ის ენა, რომელიც ხალხსა და ქვეყნებს შორის ხიდს ქმნის.